სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოვლად სამღელო მეუფეო პატიოსანო მამანო ძმანო და დანო გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ნინოობა და დღევანდელ დღეს დაემთხვა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების კვირა. აი ამასთან დაკავშირებით, ამ კვირა დღესთან დაკავშირებით საკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ჩვენ ვიგებთ, რომ მას შემდეგ რაც უფალმა იესო ქრისტემ უკანასკნელად ესაუბრა თავის მოციქულებს საიდუმლო სერობის შემდეგ, მან ლოცვით მიმართა მამას ეციერს და ამ ლოცვაში განსაკუთრებით კარგად ჩანს მამა ღმერთის და ძე ღმერთის ერთობა. უფალი სთხოვს მას ორწმუნეთათვის და ამბობს, რომ იყვნენ ესენი ერთ, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან. და ასევე ამბობს, ასეთ სიტყვებს, რომ ყოველივე ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს. აი საოცარი სიტყვებია ეს, არც ერთ ადამიანს, არც ერთ რელიგიას არ უხადაგია ასეთი ერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანიც გახდეს მადლით ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქვს ღმერთს, მადლით კონდეს ადამიანსაც. ეს საოცარი და განსაკუთრებული ერთობა, ძვირფასო ძმებო და დებო, ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. აი ყოველთვის, როდესაც ჩვენ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ეს ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე. აი ამ საოცარ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე კიდევ განმარტავს იმას, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის, რათა გიცნობდნენ შენ, ანუ მამა ღმერთს ეუბნება, და იმას, ვინც მოავლინე იესო ქრისტეს. ესე იგი, საუკუნო სიცოცხლე ყოფილა არა მხოლოდ ერთი ღმერთის შეცნობა და რწმენა, არამედ იესო ქრისტეს რწმენაც. თორემ ერთი ღმერთი იმათაც წამდათ, ვინც ითხოვდა მის ჯვარცმას და სიკვდილს და ვინც ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინეს. და დღესაც არიან მრავლად ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ ისინი უარყოფენ მისგან კაცობრიობის გამოხსნისთვის მოვლენილ ძე ღმერთს და ათასგვარ უბედურებას ჩადიან. აი ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო, არ იყო შემთხვევით წაკითხული დღევანდელ წირვაზე, რადგან დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც წინ აღუდგნენ არიოზის მწვალებლობას, რომელიც აკნინებდა იესო ქრისტეს როგორც ღმერთს და ამბობდა, რომ ის არის ქმნილება. ამიტომ აი ეს წმინდა მამები წინ აღუდგნენ მას, დაგმეს ეს სწავლება და გამოთქვეს ჭეშმარიტება,
რომ იესო ქრისტე არ არის ქმნილება, არც მხოლოდ წინასწარმეტყველი, არც რომელიმე ზნეობის მასწავლებელი, არამედ არის მხოლოდ შობილი ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. და აი ამ რწმენას აღიარებს წმინდა ეკლესია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს წასულიყვნენ საქადაგებლად და მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა. და იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებმა დაამტკიცეს ეს ჭეშმარიტება და განმარტეს პირველ მსოფლიო კრებაზე. და დღეს ჩვენ მადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რომ ვეზიაროთ ამ რწმენას და საზრდოობდეთ იმ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის სამეუფეო ლოცვაში. ამიტომ ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება და ვინც ჩვენამდე მოიტანა და ჩვენ გადმოგცა ის. ესენი არიან ვიმეორებ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები. ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას და დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ და ვადიდებთ ამ დიდ მოღვაწეებს და წმინდა ნინოსთან ერთად დღეს არის ასევე ხსენება მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის და დედოფალ ნანასი. ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ აი ამ წმინდა და საღვთო რწმენის მართლმადიდებელი სარწმუნოების შენახვა და ღირსი გამხდარიყავით ამ რწმენით სასურველი და მარადიული და ნეტარი ცხოვრების მიღწევის მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.